დაგვაგვიანდა გაფრინდა ჩვენი თვითმფრინავი. რიანა ჩამოიყვანეს ანტალიაში, ხახო ნახეთ. ხაჭაპურის ნაიკე. ბევრად ჯობია ხაჭაპური. მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში დამოვიწყდა მიკროფონის ჩართვა, რადგან მიკროფონი ახალი ნაყიდი მოხდა სამწუხაროდ ხმა არ ჩაიწერა, ამიტომ გეტყვით რომ აქ ვიმყოფები თბილისის აეროპორტში და მივფრინავ სტამბულში. დანარჩენს კი იხილავთ ვიდეოში. უყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ახლა არის დილის 5 საათი უკვე და ჩასხდომა იწყება მოკლედ თვითმფრინავში. რამოდენიმე წუთში ჩავსხდებით და სტამბულსაც გაჩვენებთ და შემდეგ ანტალიასაც გაჩვენებთ. ინასაქორწინო ვლოგი ხო ნახეთ და ლაიქით აუცილებლად და არხი გამოიწერეთ. მადლობა. მოვედით მეგობრებო ჩვენს თვითმფრინავთან, აი ამან აგვაფრინოს ახლაცაში და გადაგვაფრინოს სტამბულსა შინა, შემდეგ სტამბულიდან გადავფრინდებით ანტალიაში და მივიდეთ ჩვენ სასტუმროში და დავისვენებთ კარგად და იქიდან შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ სალტოებს აუზში პირდაპირ. ილა გაწაიქცე. მოკლედ ხალხო, დაგვაგვიანდა გაფრინდა ჩვენი თვითმფრინავი. ახლა ვიმყოფებით სტამბულის აეროპორტში და უნდა წავიდეთ ანტალიაში. ფრენა არის საღამოს 7:30-ზე და ეხლა არის დილის 12:30. მეგობრებო, მეძინა დაახლოებით 7 საათი აეროპორტში და მოგვიწია ფრენა, ეხლა გადავფრინდებით ანტალიაში, რაც ძალიან დაღლილები ვართ, მაგრამ მოვიხოდებით უეჭვით. ჩამოფრინდით ანტალიაში და მივდივართ ქემერში. მოკლედ ეხლა რომ მივიდეთ რა ანტალიის ავტოსადგურში, ძღოლს ვკითხო ესე ნახე. ქემერი გიდიორემ ეხლა ჩამოვედით ქემერში, ვიმგზავრეთ ანტალიიდან დაახლოებით 1 საათი. ველოდებით ტაქსს რომ მივიდეთ სასტუმრომდე, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ანტალიაში უფრო ნაკლებად აქტიურები არიან ღამის ცხოვრების კუთხით, ვიდრე ქემერში. ეს ჩემი ჩაცმულობა არ შეიმჩნევთ, იმიტომ რომ ძალიან შემცირდა თვითმფრინავში. სხვა რა ვთქვა? ეხლა ველოდებით ტაქსს და მალე წავალთ სასტუმროში. 13 წუთის სავალზე ტაქსმა დაწერა 10 ლარი. დისკაუნტით, იმიტომ რომ პირველად გამოვიძახეთ. გულავთ უკვე ხალხო. მოკლედ ახლა ღამის 12:30-ია. და შევდივართ ღამის გვიან ლანჩზე რა. რაღაცა შევჭამოთ. და თან გაჩვენებთ როგორი სიტუაცია არის. მაწვნის სუპია, მაკარონი, კარტოფილი, აზელი და ზელილები. რა ვჭამოთ? აი ეს უყვარს ძალიან, მაგრამ საჭმელი რა შეიძლება რომ იჭამოს? და მაკარონი აიღე. მაკარონი ცივი იყო, წინაზე ვარ. ეს რა, წყალში ბანაობს. ამოაიღე ესე დაიხჭო. იტოქში მაკარონს და ყოველს შევჭამ რა. მოკლედ ესენი ავიღეთ რა. საღამოს დიდი არჩევანი არ არის. ნამაზო. გათენდა მეორე დღე და ჩამოვედით საუზმეზე. აქ ძირითადად იყო ხორცეული, აქეთ გამოვიარეთ. ჩემი ხმა სამწუხაროდ კიდე არ ჩაიწერა. მიკროფონმა ჩართული არ მქონდა მიკროფონი. გამოვიარეთ, შევხედე კარტოფილს და ველოდები, როდის მორჩებიან ეს ცოლ-ქმარი საუბარს, რომ მეც მივიდე კარტოფილთან და დავიმატო. ეს არის ბრიუსელის კომბოსტო. არ მივასება არცნე. აქეთ ცივი ხო არა? რა საცივი რაღაც მკვდარი კატაგდია მგონი. აქ არის სულ ცნაური სალათები და რა ვიცი, ვერ ვისწავლე ორიყო. წეგან დავინახე რომ პულში დებდნენ
რაღაცა ის იყო რა, სცენარეულობას და მგონია რომ რაღაც საინტერესო უნდა იყოს. ცხება ფურნეში და აი ამდენი ხალხი ელოდება თან და აი იქ შიგნით არის ეს აპრტყელებს, ეხა ჯერჯერავით პროცესი მიმდინარეობს და ნახოთ რა გამოვა რა. სულ ხორცი რო ავიღე. არ ვიცი სხვა რა ამბობ, ხორცი ავიღე. აი ესეთი პურები უნდა ავიღოთ. რაღაცაერთ თონის პურს გავს. ეხლა მოვედით ღვინის სექციასთან და დავაგემოვნოთ 2 ჭიქა ღვინო. ნამდვილი დასვენება ახლა იწყება. ოლალა. ავიღეთ რავი რაღაცეები და ძირითადად ხორცეული გვაქვს, კარტოფილი მაქვს. ეს სავარაუდოდ ფეტა არის. აყიდეთ ღვინო ავიღეთ და ლუდის ავიღეთ, რავი, გავსინჯოთ ხორცს, მაგრამ ეს სანამ კამერას ჩავთავდი, მანამდე გავსინჯე და არ დამევასა. FSS ჭიქაში კი არის ჩასხმული. როგორი არის, ხო? ხელით მომზადებული როა. ხელით როაკეთ საქართველოში ბევრად მაგარი ლუდები გვაქვს რა. დაჟე ამას ჯობია სპირტიანი ნატახტარი. ღვინოს დავაგემოვნოთ. დაგვიმარჯოს აბა. ჩვენს ახლად შექმნილ ოჯახს გავუმარჯოს. ოლალა. სული კარგი. ადვილად დასალევე ესე. ეხლა საჭმელი გავსინჯოთ აბა, ნახოთ როგორც რა არის, ვერ ხვდები რა ხორცი არის, მაგრამ იმედია გადავრჩები. აიო. კარგია. ეს იქნება სავარაუდოდ წყლის ხორცი. არის. ზაღარო გაჩვენე. შიგნით აქვს სპანახი. ყველი და სხვადასხვა რაღაც კაი სუნი აქვს. ეს იყო ყველაზე დიდი რიგი. მაგარია. ეხლა შევჭამთ და დაგიბრუნდებით აუზიდან რა. აფრაკინას გავს მგონი. თან ყუების ბაყაბუყს არ გაჩვენებს. აუზთან ნაყინს დავაგემოვნებთ. ანა როგორ მოგწონს ნაყინი? ის გემოხს, ამ ხალხის გემოიანი ნაყინები არ იყო. თურქები არიან ნაყინში ძალიან ძლიერები რა. ნომერ პირველი ქვეყანა სიაში ნაყინი. აქტმულები არიან. გემრიელია თან ნახე რაც აღნიშნავ. საქართველოში რაც გვაქვს აი ეს შოკოლადის ნაყინის ოეძახი რა. იქ ძალიან კაკაოს გემოაქვს და აქ ბევრად სასიამოვნო გემოაქვს. მოკლედ ნაყინი 10-დან 7 რა. ეხლა მივიდეთ ცენტრში და უნდა ვიკითხოთ თუ აქვთ ერთახოცები აუზისთვის. ეს არის შიდა აუზი და სპა, საუნა. აუ, ის რა სიამოვნებაა. ჰამამი. მომაინტერესებდა ჰამამი რა. ისეთი სიცხე ალბომდა აქ რომ სხვა მეგონე და სხვას გადა გამოგიტანის კოქტეილები აუზზე, რაღაც ალკოჰოლური კოქტეილი. ცოტა ტკბილი არის, მაგრამ რავი, ნორმალურია რა. გრეიპფრუტია, ალკოჰოლის სიგრძნობა, ძალიან ცხელა და წყლის ტემპერატურა საკმაოდ ცეცია რა. ცხელი. მაგრამ მაინც გაგრილებს და ასწორებს. აუ, საზამთროს მოაგებოდა. საზამთრო ვერ ავიღებ და ვერ მოვასწავლე საზამთროს აღება. საკმაოდ ბევრი ხალხია და შეჯამებას შემდეგში გადავიღებ რა ყველაფერს მოვყვები საერთოდ სამსასწოროზე მე ყველაფერს ვიტყვი რეკომენდაციებსაც გავცემ ღირს თუ არა ჩამოსვლა ღირს თუ არა თანხის გადახდა და ასე შემდეგ მოკლედ ყველაფერს აქ სადილზე გამოვედით ეგრევე მივადექი ქათმის კატლეტს რომელიც იყო შემწვარი გრილზე სხვათა შორის საკმაოდ გემრიელი იყო აი ამ კაცს 200 ლიტრიან ქვაბში ქონდა სწნიანი მოდუღებული ასევე ხო ბევრი ცხელი კერძი ასევე წვნიანები, მაგრამ დიდად არ მოგწონდა, არც შესახედად არ ვარგოდა. ტკბილეულობის საკმაოდ დიდი არჩევანი იყო, მაგრამ სრულად გაჩანაგებული. ეს კაცი ისევ აპტყელებს, მეც ასეთი სახით ვუყურებ. ველოდები როდის გამოცხება. ეს ავიღეთ ვახსნისთვის. აქ საღამოს კონცერტზე ჩამოვედით, ვემზადებით შესასვლელად.
სამ კონცერტზე შევიდოდით, მანამდე აპეროლები დავლიეთ ბარში, საკმაოდ გემრიელი იყო სხვათა შორის. კონცერტის დაწყებას გვამცნობენ. Buenas noches, quiero decirle a todos. რიანა ჩამოიყვანეს ანტალიაში, ხახო ნახეთ. როგორ შეცვლილა რიანა? მიდირიო! გამოროლ ალეკოს ძილი უჩემია ჭამას დღეს საუზმელი მარტო ჩამოვარდა შეჭამდა მე აღარა გემრიალა დავიწყე მეგობრებო, მესამე ღამეა უკვე ანტალიაში ვართ, კერძოდ ქემერში, ერთ-ერთ სასტუმროში და ეხლა დეტალურად მოგიყვებით ყველაფერს რა. გამოვყევით, ჯერ ბარში მივიდეთ, ლუდები ავიღოთ და წამოვწეთ და თან ვისაუბროთ. მოკლედ ლუდები ავიღე და ეხლა წამოვწეთ და ცოტა ვილაპარაკოთ რა თან. გზადაგზა გეტყვით, რომ მივყოფებით ანტალიაში, ანტალიასთან ახლოს არის ეს ქემერი ქვია. მოკლედ ციდან სასტუმროს სახელი არის Grand Miramori, რომელიც არის ultra all inclusive, თავონ ჭუაში რო ეგრე არის, რეალურად არ არის ეგრე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემას და ძალიან ბევრი დაბრკოლება შევეჩეხეთ. ეხლა დავსხდებით და დეტალურად მოგიყვებით ყველაფერს. პირველ რიგში საბჭილება რაც იყო, ძალიან გვიან ჩამოვედით, მოკლედ თვითფრინავმა გამოგვასწრო, მაგის კადრებსაც იხილავდით ჩვენს ვიდეოში და ვლოგში. სადღაც 11 საათზე მოვედით, 12-ის ნახევარზე გქონდა გვიანი კვება. ვიუახშმეთ და დავწექით, დავიძინეთ და მეორე დღეს როგორც კი გათენდა, გავედით ბრექვესტზე. ხედი რასაც უყურე, მე როგორც იცით, ზარეული გახლავართ და უყურებდი თუ როგორ მზადდებოდა ბრექვესტი და როგორი სიტუაცია იყო და როგორი სერვისი ჰქონდათ ზოგადად. სისუფთავოში ამ სასტუმროს დაუწევდი ნულიანს. გავლებული არ არის ხელით ეგრევე რა, რაც არის. პროსტა საფეთქები ნაგავში ჩაყარეთ და ჩაყარეს ეგრევე ცარცხვ მანქანაში და ის ცხიმი და ის კვალი რჩება რა. საბოლოო ჯამში გარეცხილი იყო. არა, წყალი მოდის, არა, წყალი მოდის. ანტალიაში თუ ჩამოხვალთ ამ სასტუმროში არ დაისვენოთ არავითარ შემთხვევაში. ვერაუდიან, ანუ იმდენად ბევრი ხალხი ყავთ, რომ ვერაუდიან საკვების მომზადებას. ფასიც უკვე ძალიან გაზრდილი არის ანტალიაზე, აი ადრე როგორც იმოგზაურებდი სადღაც 1500 ლარად ეგრე აღარ ხდება რა. ეხა ჩვენ დაგვიჯდა მხოლოდ სასტუმრო 3000 ლარი. ფრენა დაგვიჯდა პირველი თბილისიდან სტამბულამდე და სტამბულიდან სად ვართ ანტალიამდე 1200 ლარი, მაგრამ რაღაც დავაგვიანეთ, შემდეგ 215 ევრო გადავიხადეთ. დამატებით ბილეთი რო აგვეღო და გადმოფრენილი ყავით ანტალიაში. მოკლედ ჯამში დაახლოებით 4000 ლარამდე დაგვიჯდა. 4 ნახევარი, მოკლედ 4500 ლარამდე დაგვიჯდა, რომ ანტალიაში, კერძოდ ქემერში ამ სასტუმროში ყოფილიყავით 3 ღამით. ანუ ყველაფერი შედის, სასმელები, ყველაფერი აბსოლუტურად რა, სულ მიდის კვება ის, მაგრამ ამ სისუფთავე არის ძალიან დაბალ დონეზე რა. მე მომეწონა. ლიუსების თქმა დამავიწყდა და ეხა გეტყვი. დადებითი არის, რომ აქვთ ძალიან გემრიელი საკვები, თან მენიუს ცვლიან ყოველ დღე და ყოველ დღე არის სხვადასხვა მენიუ, ბრექვესტზეც, ლანჩზეც, დინერზეც, გვაქვს უიმიტო სასმელი, უბრალოდ ალკოჰოლის გემო კი იგრძნობა კოქტეილებში, მაგრამ რამდენიც არ უნდა სულ საერთოდ ვერ დათვრები. ხლა ძალიკო უკვე მიასებოთ ლუცვამს, მაგრამ არ იგრძნობა. ასევე აქვს ძალიან კარგი აუზები, 2 გარე აუზი აქვს ერთი შიდა აუზი, სპაც აქვს. ახლა მოკლედ ცხოვრებაში არ მიხდია არასდროს უკანას ატო რა. ეხა თქვენ თვალს წინ მოგავაკეთო უკანას ატო. წინას ვაკეთებ, თავიცაც ხდები, მაგრამ უკან არ გადავხტარო არასდროს, ანუ თუ ყოველთვის მიშინა და იმის გამო რომ კი თავს დავართ ხოლმე, მაგრამ სადაც ამა
ხალხო ცხოვრებაში არასდროს მიცდიან აუშტების გარეშე ჩასვლა ახლავს. აბა, აი მეუბნში. ხილად გამოიცარი, ჭუსტები გამოეცალი. ვაუ, რა მაგარია. მოკლედ ხალხო ეხლა გვიმზადებს თურქი ქალბატონი. ჭახრაკინის მსგავსი არის, რაღაც ყველი არის და წვანილეულობა. და ნახოთ რა ძალიან ხელსხომში აკეთებს და ძალიან საინტერესო არის და გავსინჯოთ ერთი რა არის. ძალიან დიდი რიგი იდგა ეხლა ყველა აუზი არის განაწილებული და გავსინჯოთ და თან განახებთ როგორი გემრიელი და როგორი კარგი არის. მოკლედ სამზარეულოს ხალხს აი ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი რესურსი აქვს ჩადებული ამ ყველაფერში რა. კიდეც სასტუმროებში და კიდეც სხვა რესტორნებში, ამიტომ დიდი რესპექტი მზარეულებს ჩემგან რა. ხებენ ამდენი სარკვების მომზადებას და თან ესეთ შეზღუდულ დროში. აი ფაქტიურად წარმოიდგინეთ, რომ დილის 8-ის ნახევრიდან ღამის 1-ის ნახევრამდე ყოველ წამს არის რაღაცა საჭმელი, ანუ ყოველ წუთში რაღაცის ყვება არის. დამზადდა მეგობრებო, ეხლა დაგვიჭრის ეს ქალბატონი და მივირთმევთ და ნახოთ როგორი იქნება რა. გვაჩვენე აბა ოპალა, ნახე როგორი თხელია. პიტაპური როგორიცაა, ძალიან თხელი არის აი ესეთი. ლავ-ლავა და სავსავა. ცხელია ძალიან. არა, მე შეძამ. კაია, ხო. ესა ხაჭოა, ხო? საჭოა. ხაჭო აქვს, ჩვენ დავამატებინეთ ყველი და მწვანილები, ანუ შეკვეთით იყო რასაც გინდა დავამატებთ და მთავარი ინგრედიენტი ხაჭო არის. ეს მომეწონა. მეგონა რომ ხაჭაპურს ემსგავსებოდა, მაგრამ არა სხვა გემო აქვს. არა, ხაჭაპურის ნაირკერ. ბევრად ჯობია ხაჭაპური. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ მოამზადებს. მოკლედ კიდევ ერთი რაღაცის თქმა დამოვიწყდა, რომ ჩვენი არხი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ და დაალაიქოთ ეს ვლოგი და წინა ვლოგებიც აუცილებლად ჩვენ ახალხან შევქმნით ოჯახი და გვირდებით, რომ წელიწადში მინიმუმ 3 ან 4 ვლოგი უნდა შემოგზავაზოთ თვითონ მოგზაურობის, მაგრამ არა მარტო მოგზაურობის ვიდეოები დაიდება ჩვენს YouTube არხზე, არამედ სხვა გასართობი კონტენტი რა. ყველაზე კარგ დროს გამოვედით ეხლა და უკვე მზეც ჩადის, ულამაზესია სანაპირო და ნენელა ვუახლოვდებით. ეს არის ჩვენი სასტუმროს მირამორის სანაპირო. მეგობრებო, აი ასეთ სიტუაციაა ჩვენი სასტუმროს პლიაჟზე. ძალიან სიმშვიდეა, სხვათა შორის ბევრი ხალხი არ არის. აქ ეს ლურჯი შეზლონგები ავაგია. ხოც საკმაოდ სუფთა და ლურჯი ფერი აქვს. მოკლედ მეგობრებო, ახლა პატარა პოდკასტი გვექნება კემერში. მაინტერესებს ანა, რამდენად კმაყოფილი ხარ ჩვენი 3 დღიანი მოგზაურობით? მინდა აღვნიშნო, რომ 3 დღე კი ჟღერს ცოტად, მაგრამ საკმარისია all inclusive სასტუმროში, იმიტომ რომ უკვე მოწყენაში გადაგვდის. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ თითქმის ან ყველაფერი ერთფეროვნებაა რა. ეხლა სადღაც ევროპაში რომ მიდიოდი რაღაცები დასათვალიერებლად რაღაცის სანახავად, შეიძლება საკმარისი არ იყოს 3 ღამე, მაგრამ იმ სასტუმროსვისაც, ზოგადად ანტალიისთვის სასტუმროში ხარ 3 ღამე და არც არ გადიხარ, სრულიად საკმარისია რა. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი 3 დღიანი მოგზაურობა ანტალიაში დასასრულს მიუახლოვდა. გამოიწერეთ და დაალაიქეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო. მადლობას გიხდით რომ უყურეთ და ახლა წავედით საქართველოში.